გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკლირი აცხადებს, რომ სანქციები კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ უნდა დავაწესოთო. მისტერ მაკლირ, აგვიხსენით გეთაყვა თქვენი ბრიტანული თვალების ჭირი თქვენ, რას ნიშნავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი? კოდალასავით თავში გვიკაკუნებენ, რომ კრემლი უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილს და რაში გამოიხატება ეს? იმაში, რომ საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ესაა კრემლის მხარდაჭერა და თუ ეს მხარდაჭერაა, მაშინ მისტერ მაკლერ გაგახსენებთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული მხარდაჭერა 2008 წელს მოხდა, როდესაც ივანიშვილის ხსენებაც არ იყო ჯერ ჩვენს ფართო პოლიტიკურ მასებში. მაშინ ერთადერთი და განუმეორებელი ხელმწიფე ყავდა მიხეილ გიულისძე სააკაშვილი და ქვეყანაში 2008 წლის მერმე სიტუაცია არ შეცვლილა. 20% როგორც იყო წართმეული, დღესაც ისევეა. განა ასე არ არის? მეგობრებო, წესითა და რიგით, თუ კი კრემლი მართლა უჭერს მხარს ივანიშვილს, მაშინ ამ მხარდაჭერის რაღაც ნიშნები მაინც ხომ უნდა დაგვენახა. მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ, მაკლერი კი ხედავს, იმიტომ რომ ის დიდი ბრიტანელია და ჩვენ კი პატარა ქართველები ვართ. ის თავისი დიდი ბრიტანული სიმაღლედან ხედავს იმას, რასაც ჩვენი პატარა თვალთახედვით ვერ ვიმჩნევთ. მე რუსეთი რომ ყოფილიყავი და ივანიშვილისთვის მხარდაჭერა მდომებოდა, თავისუფლად და ნებივრად საქართველოს დაპყრობილი 20%-ის დეოკუპაციას მოახდენდი და ამით დავამტკიცებდი, რომ მე კრემლი მხარს ვუჭერ ბიძინა ივანიშვილს. მაშინ სალაპარაკოც ექნებოდათ მაკლირებს, მაკინტაირებს და მაკინტოშებს. აფსუს მე რომ კრემლი არ ვარ. რამდენ კარგ საქმეს გავაკეთებდი და რამდენ ცუდს არა გადაუხვიე. მოკლედ ვეკითხებით დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. დიდო ბიძიებო, დაგვიკონკრეტეთ რაში გამოიხატება ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა კრემლის მიერ. ჩვენს გვინდა ამის გაგება. თორემ უხერხულად გამოდის. თქვენ იცით, ჩვენ კი არ ვიცით. კი ნათქვამია რომ არ ცოდვა, მაგრამ მაინც ჩვენ ეს გვაწუხებს და გვაკომპლექსებს. თუ შეამჩნიეთ, მეგობრებო, ამ კითხვას ძალიან ხშირად ვსვამ, რაში გამოიხატება კრემლთან ჩვენი მეგობრობა. ვინმე ბნედიან მიშის ეს რომ კითხო, ის ბნედიანი შავლიდან ამოხდება, როგორ თუ რაში და იმაში და იმიტომ, მათ ხომ ამის მეტი არგუმენტი არ გააჩნიათ. მიშისტებთან დიდი ხანია კითხვა-პასუხის რეჟიმს მოურჩი, ინგლისელ პარლამენტარებთან კი ხელი არ მიმიწვდება და ამიტომაც ვარ გაურკვევლობაში. განა კრემლისა და საქართველოს ურთიერთობა სააკაშვილის მეფობის შემდეგ როგორმე შეიცვალა, რამე კარდინალურად გაუმჯობესდა ჩვენს ურთიერთობებში, დიპლომატიური ურთიერთობა აღსდგა, რუსული ენა დააბრუნეს სკოლებში, ლარი რუბლით იცვლება, კოსტავას ქუჩას ისევ მარაცოცხალი ლენინის სახელს უბრუნებენ თუ რა. საქმე ისაა, რომ არაფერი შეცვლილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თურმე კრემლი მხარს უჭერს ივანიშვილს. ძალიან უცნაური მხარდაჭერა გამოდის. მხარდაჭერა, რომელსაც ვერავინ ხედავს და ვერავინ გრძნობს. ერთ მოსაზრებას გამოვთქვა, ვიცი რომ არა ეს მოსაზრება ახალი, მაგრამ მაინც ვიტყვი. რატომაც მგონია რომ ვთქვათ და რუსეთს მართლა რომ გადაეწყვეტა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ამის სანაცვლოდ ეთხოვა ნატოზე ოფიციალური უარის თქმა. იმ ნატოზე, რომელშიც ჩვენ ისედაც არავინ გვიღებს. აი, როგორ გონიათ რა მოხდებოდა ჩვენთან? მაქვს დიდი ეჭვი, რომ ჩვენი ბნედიანი ნაცური სპექტრი, აი ის დღეს რუსთაველზე ოლე-ოლეს რომ გაკივის, ვენებს გადაიჭრიდა. და 100%-იანი ასე მოხდებოდა. იტყოდნენ რომ არ გვინდა ეს თქვენი 20%, ჩვენ პროევროპაში და პრონატოში მივდივარ და მივიმღერით და ვერავით არის 20% ამ გზიდან არ გადაგვახვევინებს. მე ვიყო ლევან გუბაზიჩი, ამას თუ არ იტყოდნენ. აფსუს ამ ჩემი მოსაზრების პრაქტიკაში გამოსდა ალბათ ამ საუკუნეში არ მოხდება. ისე კი ვიღაცამ თქვა რომ ჩვენს ახალგაზრდებს
დიდად არც აინტერესებთ ოკუპირებული მიწების დაბრუნება. მთავარია ჰქონდეთ საშუალება იაფი ბილეთებით ამსტერდამსა და ბუხარესტში მოგზაურონ. არ ვიცი, თუ მართლა მასეა ჩვენი საქმე. ძალიან დიდი ბრიტანეთის პარლამენტს კი ჩვენი დიდი მოკითხვა. აფსუს როგორ არ წვენენ ინგლისური პარლამენტარიზმის 900 წლიან ისტორიას. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.